Teraz słuchasz podcastu Polski z Lili. Tutaj nauczysz się czegoś nowego w ciekawy sposób, żebyś poprawił gramatykę, rozumienie ze słuchu i zaczął mówić po polsku. Słuchając tego podcastu możesz się uczyć polskiego gdzie tylko chcesz, w dowolnej sytuacji lub w dowolnym czasie. Więc zaczynamy! Cześć, jak się masz? Dzisiaj jest niedziela, odcinek 5, czyli kolejny dzień nauki. Czas się nauczyć czegoś nowego i się rozwijać. მოგესალმებით, როგორ ხართ? დღეს კვირაა, ეპიზოდი კი ნომერი მე-5, ანუ მორიგი სასწავლო დღეა. დრო ავისწავლოთ რაღაც ახალი და განვითარდეთ. დღევანდელ გაკვეთილში თქვენ პატარა გამოწვევის წინაშე იდგებით და ეს იქნება ერთგვარი ტვინის სავარჯიშო. ესე იგი, დღეს გავაკეთებთ წინადადებების თარგმნას. ანუ მე ვიტყვი წინადადებას ქართულად და თქვენ უნდა შეეცადოთ გადათარგმნოთ ისინი პოლონურ ენაზე. ეს წინადადებები კი არის შედგენილი იმის საფუძველზე, რაც ჩვენ უკვე ვისწავლეთ. ანუ მასში შესული იქნება განვლილი მასალა. გამოვიყენებ უკვე ნასწავლ სიტყვებს და ასევე გრამატიკულ საკითხებს, რაც უკვე ვისწავლეთ. ვისაც ჯერ არ მოგისმენიათ წინა გადაცემები, აუცილებლად ნახეთ და ისევ დაგვიბრუნდით, მოგვიანებით. ამ ეპიზოდში თქვენ შეამოწმებთ თქვენს ცოდნასაც და აი ახლა გამოჩნდება თუ ვინ რა ისწავლა და როგორ მოემზადა. ასე რომ, ვინც მზად ვართ, მოდით დავიწყოთ. მე როგორც ყოველთვის შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გაკვეთილის კონსპექტი შეგიძლიათ გადმოწეროთ აი ამ ეპიზოდის აღწერიდან, უნდა შეხვიდეთ აღწერაში და გადმოწეროთ ფაილი. ყურადღებით მოვუსმინოთ წინადადება ნომერი 1. ის ყოველ მეორე დღეს ალაგებს თავის ოთახს, რადგან მას უყვარს სისუფთავე. ყურადღებით იყავით და არ იჩქაროთ, აი აქ გამოყენებულია აწმყო დროის კონსტრუქციები, რომელიც ჩვენ უკვე ვისწავლეთ. შეგახსენებთ, ის ყოველ მეორე დღეს ალაგებს თავის ოთახს, რადგან მას უყვარს სისუფთავე. მე მანამდე პატარა მინიშნებას მოგცემთ, ესე იგი, ყოველ მეორე დღეს. აი ეს გამოთქმა ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორც უნდა ვთქვათ. აბა გაიხსენეთ. ერთ-ერთ ამბავში ვახსენე, ანიას ნაამბობ ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე ეს. ყოველ მეორე დღეს გქონდა საუბარი სიხშირის ზნებზე. ამ წინადადებაში რაც შესაძლოა არ იცოდეთ, არის სიტყვა თავისი და სისუფთავე. თავისი არის swój და სისუფთავე czystość. აბა დავფიქრდეთ. და დროას სწორი პასუხისკენ წავიდეთ. ესე იგი, ის, ანუ on, ან ona. ხო, ორივე არის ის, გააჩნია ბიჭზე თუ გოგოზე. მაგალითად ავიღოთ on, ის, ყოველ მეორე დღეს. Co drugi dzień. ხო, გვახსოვს, აი, co წინდებულს რო დავუმატებთ, ნიშნავს ყოველ, როდესაც რაიმე სიხშირეზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ყოველ მეორე დღეს co drugi dzień, ყოველ მესამე დღეს co trzeci dzień. ან არ არის აუცილებელი მაინც და მაინც დღეებზე ვისაუბროთ, მაგალითად, თვეები co trzeci dzień. dzień არის, რა თქმა უნდა, დღე და co წინდებულს ამატებთ, რათა გამოვიდეს როგორც ყოველ ამდენ და ამდენ ხანში. მაგალითად, co tydzień, ყოველკვირეულად და ასე შემდეგ. ესე იგი, on co drugi dzień ალაგებს, დალაგება როგორ არის, გაიხსენეთ? დალაგება არის sprzątać,
მესამე პირში უნდა ჩასვათ, ხო? თქვენ გჭირდებათ მესამე პირი, ესე იგი я спшонтам არის პირველი, გაიხსენეთ, აბა წინა გადაცემების უღლებებიდან я спшонтам პირველია, ты спшонташ შენ მეორეა, он спшонта, აი ჩვენ ეხლა გვჭირდება აი ეს მესამე პირი, ესე იგი ალაგებს იქნება спшонта თავის, როგორც წეგან მახსენეთ, свой ოთახი ეს სიტყვა უკვე ვიცით წინა გადაცემებიდან ერთ-ერთ ისტორიაში ვახსენეთ პოკუი ოთახი პოკუი ესე იგი свой პოკუი თავის ოთახს რადგან ponieważ მას უყვარს სისუფთავე on უყვარს როგორ იქნება ანუ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ზნა ლუბიჩ საწყის ფორმაში ხო მოწონება რაიმის ყვარება ლუბიჩ მესამე პირში ესე იგი როგორ იქნება გვჭირდება მესამე პირი ესე იგი я люблю ეს არის მე მომწონს ეს არ გამოგვადგება ты любишь არის მეორე არც ეს და როგორ იყო მესამე აბა გავიხსენოთ on люби ხო აი მარტო ფუძე რო რჩება ესე იგი ponieważ რადგან on люби მას უყვარს და როგორ ვთქვით როგორ ვახსენეთ წეგან სიტყვას სისუფთავე Czystość. მოდით ახლა შევაჯამოთ ეს წინადადება. ის ყოველ მეორე დღეს ალაგებს თავის ოთახს, რადგან მას უყვარს სისუფთავე. ესე იგი, აბა დაფიქრდით, ჯერ თავში დაალაგეთ და აი ახლავე მეც უკვე გეტყვით, როგორ უნდა იყოს მთლიანობაში ეს წინადადება. ესე იგი, он co drugi dzień sprząta swój pokój, თავის ოთახს, swój pokój, ponieważ on lubi czystość. Bardzo dobrze. Teraz możemy już przetłumaczyć kolejne zdanie. Ახლა უკვე შეგვიძლია გადავთარგმნოთ მეორე წინადადება i słuchajmy uważnie, dobrze? ყურადღებით მოვუსმინოთ. ესე იგი, მეორე წინადადება ასეთია. როგორც წესი ვიწყებ მუშაობას დილით, შემდეგ ვბრუნდები ადრე. ხო, ესე იგი, ვიმეორებ როგორც წესი. ვიწყებ მუშაობას დილით, შემდეგ ვბრუნდები ადრე. აქედან მე მგონი ყველა სიტყვა ჩვენთვის ნაცნობია. აბა როგორც წესი, როგორ იქნება ერთ-ერთ ისტორიაში ვახსენეთ, ხო? ანიას მოთხრობი ერთ-ერთ ისტორიაში როგორც წესი. აბა მოვიფიქროთ. ცოტა დრო დაუთმეთ ამაზე ფიქრს. მე კი თანდათან შემოგეშველებით იქონიეთ ჯერჯერობით თქვენი ვერსია. ნახოთ, აბა ნახოთ. Zobaczymy teraz. ესე იგი, როგორც წესი, როგორ არის? Zazwyczaj, ხო? Zazwyczaj გვახსოვს ლექსიკონიდან კონსპექტშიც გექნებათ აი ეს სიტყვები გასული ეპიზოდების კონსპექტებში. Zazwyczaj ვიწყებ მუშაობას დილით. აბა დაწყება როგორ არის? უნდა გავიხსენოთ, ხო, საწყის ფორმაში. Zaczynać არის დაწყება. ესე იგი, ვიწყებ, ანუ პირველ პირში უნდა ჩავსვათ. არ უნდა დავტოვოთ, ხო, ისევ საწყის ფორმაში. ესე იგი, პირველი პირი როგორ არის? ვიწყებ. Zaczynam მუშაობა, აბა მუშაობა გავიხსენოთ. Zaczynam pracować, tak. Zaczynam pracować დილით. აბა დილით. Rano, ესე იგი რა გამოგვივიდა, როგორც წესი ვიწყებ მუშაობას დილით. Zazwyczaj zaczynam pracować rano. კი ბატონო. და შემდეგ ვბრუნდები ადრე. ხო, აი მანამდე მინდა გითხრათ, ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე აი უშვებენ ხოლმე აი ესეთ შეცდომას, რომ ნაცვლად zaczynam pracować, ვიწყებ მუშაობას, თარგმნიან ხოლმე ძალიან ხშირად zaczynam pracuję. ანუ ორივე ზმნას პირველ პირში აყენებენ ხოლმე. აი, როგორც ხედავთ, აქ zaczynać დაწყებაც ზმნა არის,
და pracować, მუშაობა, ესეც ზმნა არის, ხო? გვაქვს ორი ზმნა. Zaczynam pracować, ვიწყებ მუშაობას. აი ქართულად დააკვირდით ჯერ, როდესაც პირველ ზნას ვაუღლებ მე, ხო? როდესაც ვამბობ მე ვიწყებ. უკვე შემდეგ, როდესაც ეგრევე მოსდევს მეორე ზნა, იმას უკვე აღარ ვაუღლებ. ანუ ჩვენ არ ვამბობთ ვიწყებ ვმუშაობ, ხო? აი უბრალოდ მუშაობა, ვტოვებთ ამას აი თითქმის საწყის ფორმაში, ხო? ვიწყებ მუშაობას. ესე იგი, პოლონურ ენაშიც ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი გვექნება. Zaczynam pracować. ესე იგი, საწყის ფორმაში ვტოვებთ მეორე ზნას, ხო? აი ამ ზნას pracować და არ ვამბობთ zaczynam pracuję, ხო? იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში უკვე გამოგვდის, რომ ვიწყებ ვმუშაობ. ესე იგი გვაქვს zaczynam pracować rano, ვიწყებ მუშაობას დილით, შემდეგ ვბრუნდები ადრე. აბა შემდეგ როგორ არის? შემდეგ საკმაოდ ბევრჯერ გამოვიყენეთ აი ეს სიტყვა გასულ გადაცემებში. შემდეგ następnie, tak, następnie ვბრუნდები ადრე. აი შეხედეთ, აქაც გვჭირდება ზმნა დაბრუნება, რომელიც ასევე რა თქმა უნდა ვახსენეთ და პირველ პირში უნდა ჩავსვათ, ხო? დაბრუნება არის როგორ? wracać, კი ბატონო. და პირველ პირში როგორ ვსვამთ? არ დაგვავიწყდეს, ეს არის h-ზე დაბოლოებული ზმნა, ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორ უნდა განვასხვაოთ დაბოლოებები პირველი პირის, ესე იგი ვბრუნდები იქნება wracam, ადრე იქნება wcześnie, ადრე არის wcześnie. ესე იგი შევაჯამოთ ახლა მთელი წინადადება. Teraz możemy robić podsumowanie i słuchamy, tak? Zazwyczaj zaczynam pracować rano, następnie wracam wcześnie. A ja se გამოიყურება მთლიანი ჩვენი წინადადება. Bardzo dobrze. I teraz możemy przejść na kolejne zdanie. Ja tylko przypominam, że jeśli potrzebujesz więcej czasu, możesz przerwać nagranie i potem kontynuować. გადავიდეთ მესამე წინადადებაზე, ხო? უბრალოდ შეგახსენებთ, თუ გჭირდებათ მეტი დრო რომელიმეს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს ჩანაწერი შეაჩეროთ, დააპაუზოთ დროებით და მერე ისევ გააგრძელოთ. წინადადება მესამე. ჩვენ არ ვლაპარაკობთ პოლონურად, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ინგლისური. აბა დავფიქრდეთ. ესე იგი, აქედან ამ წინადადებიდან შეიძლება, რაც შესაძლოა რომ არ იცოდეთ, არის პოლონურად, როგორ უნდა ვთქვათ, პოლონურად, რომელიც არის po polsku, პოლონურად. ხოლო აი მაგალითად თუ დაგჭირდებათ იგივე რაღაცის თქმა, ოღონდ სხვა ენებზე, ხო? ინგლისურად, ესპანურად და ასე შემდეგ. იგივე კონსტრუქციას მიყვებით, ესე იგი, წინ po angielsku, ინგლისურად, ხო? po gruzinsku, აი სულ po უნდა დავამატოთ. po hiszpańsku, ესპანურად და ასე შემდეგ. და მეორე სიტყვა ამ წინადადებაში, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ, არის ინგლისური, ანუ angielski. ესე იგი, პოლონურად იქნება po polsku და ინგლისური იქნება angielski. აბა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება რომ ეს წინადადება გადავთარგმნოთ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ პოლონურად, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ინგლისური. ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აბა გავიხსენოთ ლაპარაკი. აბა ლაპარაკი. ზმნა mówić, ხო? mówić. ესე იგი უნდა ჩავსვათ როგორ? პირველ პირში, ოღონდ მრავლობითში, ხო, რომელიც არის ჩვენ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ. ესე იგი იქ სადაც გვაქვს მე, ანუ ჩვენ პოლონურად, ხო? აბა გავიხსენოთ.
მე უკვე თანდათან შემოგაწვდით პასუხებს. ჩვენ არ ვლაპარაკობთ პოლონურად, ესე იგი мы ჩვენ არ ვლაპარაკობთ. Nie mówimy po polsku. ჩვენ არ ვლაპარაკობთ პოლონურად, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ინგლისური. მაგრამ როგორ არის? ale ძალიან კარგად. Bardzo dobrze ვიცით. Codna i რა იმის codna არის znać, აი ეს zna. ესე იგი უნდა ჩავსვათ. პირველ პირში მრავლობითში ხო, სადაც არის мы. ესე იგი я знам არა, იმიტომ რომ ეს არის მე ვიცი, ты знаешь, ესეც არა. შენ იცი ხო? Он зна, ესეც არ გამოგვადგება, მან იცის და გვინდა мы знамы, აი ეს გვინდა знамы. ესე იგი знамы ვიცით ინგლისური ანგელსკი. მოდით შევაჯამოთ ხო მთლიანი წინადადება. ესე იგი my nie mówimy po polsku, ale bardzo dobrze znamy angielski. Aj ეს არის თარგმანი ჩვენი მესამე წინადადების. I teraz przechodzimy do zdania numer 4 და ახლა გადავდივართ მეოთხე წინადადებაზე. ყურადღებით ვუსმინოთ. ესე იგი ჩემი მეგობარი ძალიან მხიარულია და ბევრს ხუმრობს. აი, ასეთი წინადადება გვაქვს. ესე იგი, აქედან რა შეიძლება რომ არ ვიცოდეთ. სიტყვა ჩემი იქნება მუი, მხიარული, ვესოły, კი ბატონო და ბევრი, სიტყვა ბევრი არის dużo და ხუმრობა თვითონ ეს ზმნა მე მგონი არ გვაქვს წინა გაკვეთილებში ჩაწერილი, მაგრამ შეგიძლიათ ახლა ჩაიწეროთ. ხუმრობა არის żartować, ხუმრობა. ესე იგი, უცხო სიტყვები გვაქვს ჩემი, მუი, მხიარული, wesoły და ხუმრობა żartować. ხო? დანარჩენი მე მგონი უკვე ვიცით, მეგობარი არის przyjaciel არის მეგობარი და ყურადღება მიაქციეთ ზმნას ხუმრობა, ანუ żartować, იმიტომ რომ აი ამ ტიპის ზმნა ჩვენ უკვე ნასწავლი გვაქვს, აი დააკვირდით თუ გახსოვთ, ować-ზე მთავრდება და როცა ზმნა ასე მთავრდება, როგორ იუღლება, აი ეს უნდა გაიხსენოთ და თან გვჭირდება რომელი პირი ჩემი მეგობარი ხუმრობს. ანუ მე არა, შენ არა, ანუ ის იგივე ჩემი მეგობარი, ხო? აი მაგალითად არ ვიცი, ანა იქნება თუ მარი არის ის. ესე იგი გვჭირდება მესამე პირი, ესე იგი ზმნა żartować უნდა ჩავსვათ მესამე პირში. აბა, დავიწყოთ. ესე იგი, ჩემი მეგობარი, ამ შემთხვევაში ხო, ჩემი მეგობარი mój przyjaciel ძალიან მხიარულია. უნდა გამოვიყენოთ სიტყვა არის ძალიან მხიარული. Jest იგივე არის, jest ძალიან bardzo მხიარული. Wesoły და ბევრს ხუმრობს. I dużo ხო, ბევრი. I dużo ხუმრობს. აბა მესამე პირი ować-ზე დაბოლოებული ზმნის żartuje. ხო? On żartuje, ის ხუმრობს. ესე იგი, შევაჯამოთ აბა მთლიანი წინადადება. Mój przyjaciel jest wesoły, bardzo wesoły, უკაცრავად, ძალიან მხიარული, ხო? Bardzo. I dużo żartuje. Mój przyjaciel jest bardzo wesoły i dużo żartuje. ხო, აი ეს არის აი ამ წინადადების თარგმანი. I teraz ostatnie zdanie numer 5. Ახლა კი
ბოლო წინადადების დროა, ნომერი მე-5 მოვუსმინოთ. რამდენ ხანს უყურებთ ტელევიზორს ყოველდღიურად? აბა დავფიქრდეთ. აი ამ წინადადებიდან წესით და რიგით ყველა სიტყვა უნდა ვიცოდეთ. თუ რომელიმეს არ გახსოვთ, მაგალითად, რამდენ ხანს, როგორ უნდა ვთქვათ ეს, იქნება jak długo ყურება ზმნა უკვე ვიცით და რა თქმა უნდა არ უნდა დავტოვოთ საწყის ფორმაში, ხო? jak długo oglądać, ანუ რამდენ ხანს ყურება, ესე არ უნდა დავტოვოთ, ხო? ესე იგი, რომელ პირში უნდა ჩავსვათ? ანუ თქვენ უყურებთ, ესე იგი, არის მეორე მრავლობითი პირი, იგივე ვი, სადაც ვამბობთ, ხო? ვი, ანუ თქვენ. და ადაჩუზე დაბოლოებული ზმნა არის თანაც, გვახსოვს ალბათ. ყურება, oglądać, ტელევიზორის ყურება არის როგორ? oglądać telewizję. და ყოველდღიურად როგორ ვამბობთ აი ამ სიტყვას? codziennie, ყოველდღიურად, codziennie. ესე იგი, აბა დავფიქრდეთ რა გამოდის. ესე იგი, რამდენ ხანს უყურებთ ტელევიზორს ყოველდღიურად? Jak długo oglądacie telewizję codziennie? აი ეს არის აი ამ წინადადების თარგმანი. oglądacie, ალბათ იცით რატომაც, ხო? ამ პირში, მეორეს მრავლობით პირში, სადაც ვიყენებთ თქვენ, ანუ ვი, ფუძეს ვამატებთ დაბოლოება cie, ხო, როგორც უკვე ვისწავლეთ, ამიტომაც oglądacie უყურებთ. აი ასე გამოიყურებოდა დღევანდელი ეპიზოდი. ვინც ყველა წინადადებას სწორად გადათარგმნეთ, მართლა ძალიან კარგი შედეგია, გილოცავთ. ვისაც ცოტა შეცდომები გქონდათ, ეგ არაფერია, შეცდომებზე სწავლობთ, მით უმეტეს ენას და იმედია სასარგებლო გაკვეთილი იყო. თუ მოგეწონათ, გთხოვთ შემიფასოთ ეს გადაცემა და დამიწეროთ შესაბამისი ვარსკვლავი. ასევე გამოიწეროთ არხი პოლონური ლილისთან ერთად YouTube-ზე, შეგიძლიათ ასევე მიხილოთ Facebook-ზე და TikTok-ზე. მე კი კარგ დღეს გისურვებთ. Miłego dnia i do usłyszenia.